ეს არის საოცარი ზღაპარი, რომელიც ჩვენ მეოთხე კლასელებმა ერთად შევქმნით. ეს ამბავი მეგობრობაზე, სურვილებზე და სასწაულზეა. მოეგზადეთ, რადგან ახლა ჩვენთან ერთად შეავიჯოთ ჩობის ჯადოსნურ სამყაროში. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშული გალობელი, ღმერთი ჩვენი წყალობელი. 9-თა და 9 ზღვას იქით, თოვლის სამეფოში. იქ სადაც მუდამ შობის სული ტრიალებს, წინა საახალწლო სამზადისი იყო. ელფები საჩუქრებს მარხელში ალაგებდნენ, თოვლის ბებოკი სამზარეულოში ფუსფუსებდა. თავის სახელგანთქმულ ორცხობილებს აწყობდა. მთელ სახლში შოკოლადის, ჯანჯაბილისა და ვანილის სურნელი ტრიალებდა. ორცხობილების არომატმა თამაში ქართული რუდოლფი ხტუნახტუნით მიიყვანა ფანჯარასთან. თეფშთან ერთი ცალი ნამსხვარი აიღო და გემრიელად ჩაგვიჭა. ცხელი ორცხობილა მისი წითელი ცხვირი კიდევ უფრო აელრვა. როდის უნდა ისწავლო ჭკუა? ხიმილით გაჯორდა თოვლის ბაბუა. რუდოლფ, შენ გგონია დაგავიწყე? გაიცინა თოვლის ბებო და ნამსხვრებით სავსე აბგა კისერზე ჩამოვკიდა. აბა დაუჩქარეთ, ბევრი საქმე გველის. თქვა თოვლის ბაბუამ და მარხელში მოკალათდა. მაშინ, როცა მთელი სოფლიოში ყველა ახალი წლის მოლოდინში იყო, მოჯადოებულ ტყეში იდგა ერთი უცნაური სახლი, სადაც ახალი წლის სიხარულს ვერავინ გრძნობდა. აქ მარტოსული ჯადოქარი ცხოვრობდა. მის სახეზე ღიმილი არავის უნახავს. არც მეგობრები ჰყავდა, რადგან მისი ბოხმიანი ხასიათი ყველას აფრთხობდა. მაგრამ ჯადოქარს მაინც ჰყავდა ერთი მეგობარი, დრაკონი დრაკო. დრაკოს სიმღერა ძალიან უყვარდა, როცა მღეროდა ერთიანად ვარდისფერი ხდებოდა. თუმცა ჯადოქარს ხიარულება აღიზიანებდა და დრაკო მხოლოდ მაშინ მღეროდა, როცა ჯადოქარის სახლიდან იყო გასული. ჯადოქარს ყველაზე მეტად ახალი წელი სცულდა. წლების განმავლობაში ოცნებობდა თოვლის ბაბუა თავიდან მოეშორებინა, რომ ახალი წელი აღარასდროს დამკარიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ ჯადოქარმა გეგმა შეიმუშავა. თოვლის ბაბუა მოუტყუებით გაეტაცა. ჯადოქარმა პატარა გაკრაჭული ბიჭის სახით მიიღო და თოვლის ბაბუას გზაზე დაუდარაჯდა. აქ მარტო რას აკეთებ ბიჭუნა? ჰკითხა თოვლის ბაბუამ. ფეხი ვიტკინე და ვეღარ ვბრუნდები სახლში, უპასუხა ჯადოქარმა. თოვლის ბაბუამ აცახცახებული ბავშვი ხელში აიყვანა და უთხრა: აბა მაჩვენე საცხოვრო პატარა. ბიჭმა მოჩვენებით სისუსტით მიაბრუნა თავი. აი ამ ბილიკზე უნდა წავიდეთ. ბაბუა სულ ცოტა დაგვრჩა. თოვლის ბაბუა ბილიკს გაუყვა. ჯადოქარმა ის თავის სახლთან მიიყვანა. კაი დრაკონმა დრაკომ გაუღო, რომელსაც დედის სახე მიიღო. მალობის ნიშნად თოვლის ბაბუას მოჯადოებული ნათხრობით გაუმასპინძლა. ბაბუა მოწყობიდან ჩაკვიჩა და მაშინვე ღმაძილი ჩაეძინა. ტყეში თოვლიან ბილიკზე თბილად ჩაცმული ბავშვები მიაბიჯებდნენ. მშობლებმა ახალიცი გაუყიდეს და ძალიან უნდოდათ გამოეცადათ. უცებ ტყის სიღრმეში რაღაც მანათობელი შეამჩნიეს. ბავშვებმა ნაბიჯი შეანელეს და თვალები გაუღწინათ. თოვლის ბაბუას მარხილი ირყვილეს ერთხმად. მართლაც ბილიკის მეორე მხარეს თოვლის ბაბუას მარხილი იდგა. ირმები ნერვიულად წრიალებდნენ. მათ თვალებში მოუთმელობა და გაუკვევლობა იკითხებოდა. განსაკუთრებული მღერვალება ემჩნეოდა რუდოლფს. წითელი ცხვირი კიდევ უფრო ურწყინავდა. ბავშვების დანახვამ მას იმედი გაუღვივა და შეშფოთებულმა მიმართა. ბავშვებო, თოვლის ბაბუა ხომ არ შეგხვედრიათ გზაში. დაგვიბარა აქ დამელოდეთო და თვითონ კი ფეხმოტეხილი ბავშვი წაიყვანა სახლში. უკვე დიდი ხანია ველოდებით, მაგრამ არ ჩანს. ბავშვები შეწუხდნენ, გოგონას თვალებზე ცრემლები მოერია. რას ამბობს თოვლის ბაბუას გარეშე? ახალი წელი როგორ მოვა? ბიჭუნამ, რომელსაც ციგის თოკი ძლიერად ეჭირა, ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა. ტირილით საქმეს ვერ ვუშველით. წავიდეთ მოვძებნოთ. მართალი ხართ ბავშვებო? ერთად მოვძებნოთ. რუდოლფი წინ გაუძღვა ბავშვებს და თოვლის ბაბუას ნაკვალებს გაუკლე. ბილიკმა ისინი უცნაურ ხალხს მოდებულ სახლთან მიიყვანა. ფანჯრებიდან რბილი ოქროსფერი შუქი იცხრებოდა. სახლს უცნაური იერი ჰქონდა. ერთი შეხედვით ყუდრო
მაგრამ თან ბნელი და იდუმალიც. რუდოლფი და ბავშვები სახლს ფეხაკრებით მიუხლოვდნენ. უცებ სიმღერის ხმა მოესმათ. ფრთხილად შეიხედეს ფანჯარაში და ჰოი საოცრებავ. ოთახში ვარდისფერი დრაკონი იდგა, თვალები მიელულა და მღეროდა. რა საყვარელი ვინმეა, რა ტკბილად მღერის, აღფრთოფანებით წამოიძახა გოგონა. დრაკონი შეშინებული შეჩერდა, ბავშვები რომ დაინახა, დამშვიდდა. შემოდით აქ, იშვიათად მოდის ვინმე, თქვა დრაკონმა და ბავშვები სახლში შეიპატიჟა. ბავშვები ცნობის მოყვარეობით ათვალიერებდნენ იდუმალ ოთახს. თაროებზე უცნაური ნივთები და ჯადოსნური წიგნები ელაგა. თქვენ ვინ ხართ და აქ საიდან გაჩდით? იკითხა დრაკონმა და თავისი უზარმაზარი მთები შეარხია. ჩვენ თოვლის ბაბუას ვეძებთ. მის გარეშე ახალი წელი ვერ მოვა და მთელი მსოფლიოს ბავშვები საჩუქრების გარეშე დარჩებიან. დრაკონი აწრიალდა, თუმცა არაფერი უთქვამს. მეგობარო, იქნებ დაგვეხმარო? თოვლის ბაბუა კვალი აქ შენ სახლთან დავკარგეთ. თქვა რუდოლფმა. დრაკონი ერთიანად გაწითელდა. მეგობარო, მე ამას უკვე 1000 წელია არავინ მეძახის. გაოცები თქვა და თავი დახარა. ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ ჯადოქარი არ მაპატიებს. მას თოვლის ბაბუა არ უყვარს. რატომ? იკითხა გოგონა. დრაკონმა ამოიოხნა და ჩუმად დაიწყო. ბავშვობაში ჯადოქარი სათამაშო მატარებელზე ოცნებობდა. ყოველ ახალ წელს ელოდა, მაგრამ თოვლის ბაბუას მისთვის არასდროს არაფერი მოუტანია. არც კი გახსენებია. ჯადოქარმა გადაწყვიტა, ყველა ბავშვმა იგრძნოს, როგორია საჩუქრების გარეშე დარჩენა. რუდოლფს თვალები გაუფართოვდა. რას ამბობ, თოვლის ბაბუა არასდროს ტოვებს ბავშვებს საჩუქრის გარეშე. ალბათ ჯადოქარს არ მიუწერია თავისი ნატრის შესახებ. დრაკონ გაკვირვებით იკითხა. წერილი ნატრის გაგზავნა? ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ბიჭმა იმედიანი ხმით უპასუხა. ჯადოქარს უნდა ამოხსნათ, რატომ დარჩა უსაჩუქროდ. დრაკონმა ამოიუხრა, მაგრამ რუდოლფმა ეშმაკურად გაიღიმა. მე მაქვს ჯადოსნური ორცხობილები, თოვლის ბებომ გამომატანა. მათ ისეთი ძალა აქვთ, რომ ყველაზე გაყინულ გულსაც კი ათბობენ. დრაკოს თვალები გაუბრწყიდა. ჯადოქარს უნდა შევაჭამოთ ისინი. უცებ კარის ჭრიალი გაისმა. ბავშვები და რუდოლფი ფარბის უკან სწრაფად დაიმალნენ. ოთახში მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა ჯადოქარი, როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველებით და წარბებ შეკრული. გემრიელი ორცხობილები გამოვაცხვე, გემო გაუსინჯე, უთხრა დრაკონმა და ჯადოსნური ორცხობილები მიაწუთა. ჯადოქარმა ფრთხილად აიღო ერთი ცალი და ჩაკმიჩა. თვალები უცნაურად გაუბრწყინდა, წარბები გახსა და გაიღიმა. ეს რა საოცრებაა? თითქოს გულში სითბო ჩამეღვარა. ბავშვებმა და რუდოლფმა სამალავიდან თავი გამოხეს. ჯადოქარმა ისინი შეამჩნია, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად გულთბილად გაუღიმა. მეგობრებო, დიდი შეცდომა დაუშვა. ახლა ხვდები, რა ცუდად ვექცეოდი ყველას. გახარებულმა დრაკონმა თვალები ააფულა. შეგვიძლია ყველაფერი გამოვასწოროთ. ჯადოქარმა თავის მაგიურ ქვაში სასწრაფოდ მოამზადა ელექსირი. მერე ფრთხილად ჩააწვეთა პირში თოვლის ბაბუას. თოვლის ბაბუამ ნელა გაახილა თვალები და გაკვირვებით მოალო მზერა. რა დამემართა, რატომ დამეძინა? იკითხა დაბნეული. ბავშვებმა სასწრაფოდ უამბეს ყველაფერი. როგორ ეძებდნენ მას რუდოლფთან ერთად, როგორ დაეხმარნენ დრაკონი და ჯადოსნური ორცხობილები და როგორ შეცვალა ჯადოქარი თოვლის ბებოს ტკბილმა ნუგბარმა. დარწმუნებულმა ჯადოქარმა თავი დახარა. ბოღმა მისი დამაბმა, რომ ყველაფერი გავაკეთე. მე კი მეგონა უსაჩუქროდ დარჩენილი ბავშვების წენა სამართლიანი იყო, მაგრამ ახლა ხვდები, როგორ ვცდებოდი. თოვლის ბაბუამ გულთბილად გაუღიმა. აი დადო, ძვირფასო მეგობარო, ახალი წლის ღამეს მოწყენილობა არავის შეეფერება. თუ ერთმანეთს დავეხმარებით, ყველაფერს მოვასწრებთ. ჯადოქარს თვალები გაუბრწყინდა. მე მზად ვარ დაგეხმარო. საჩუქრებით სავსე ხურჯინები დრაკონის ზურგზე მოათავსეს, ხოლო ჯადოქარი მასთან ერთად აფრინდა ცაში. უცნაური ახალი წლის ღამე იყო. საჩუქრებს თოვლის ბაბუასთან ერთად დრაკონზე ამხედრებული ჯადოქარიც არიგებდა.
როცა ყველა საჩუქარი დაარიგეს და ყველა პატარა გააბედნიერეს, თოვლის ბაბუამ თავისი ახალი მეგობრების სახლში მიიპატიჟა. თოვლის ბებო სტუმრებს თავისი ცნობილი შოკოლადის ორცხოვილებით გაუმასპინძლდა, ხოლო თოვლის ბაბუამ ჯადოქარს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა სათამაშო მატარებელი, რომლის ფერად ლიადაკებზე მიქროდა და ორთქლის ღრუბლებს უშვებდა. მაპატიე, რომ წლების წინ შენი ნატვრა ვერ შევასრულე, თქვა თოვლის ბაბუამ. ჯადოქარს თვალები გაუნათდა, მადლიერებისგან ხმა გაიბზარა. მადლობა თოვლის ბაბუა, ეს ყველაზე ჯადოსნური ახალი წელია ჩემს ცხოვრებაში. აი ასე დაუბრუნა ჯადოქარს ახალი წლის სიხარული, რადგან ყველა სევდა ერთმა გულწრფელმა ღიმილმა გააქრო.